კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე ლეგენდარული ტენორი საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდა პლაჩიდო დომინგომ შენებარე ოპერა დაათვალიერა, სადაც სიმღერა კიდეც მიხეილ სააკაშვილმა ესტონელ სტუმარს ქართველი ხელოვანი ალი და ნინოს ქანდაკების ავტორი თამარ კვესიტაძეც გააცნო, რომელიც პლაჩიდო დომინგომ კონცერტზე პირადად დაპატიჟა. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილთან ერთად დღევანდელი საღამოს მთავარმა გვირმა პიაცაზე გაისერნა. How are you? Mikhail, how are you? Okay. Muy bien. კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე პლაჩიდო დომინგოს საქართველოს პრეზიდენტი ხვდება. გულთბილი მისალმების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკში გატარებული წლები გაიხსენა. მაშინ, როდესაც მეტროპოლიტენ ოპერაში არაერთ პრემიერას დაესწრო, რომელთა შორის განსაკუთრებით შთამბეჭდავი სწორედ პლაჩიდო დომინგოს გამოსვლები იყო. მიხეილ სააკაშვილი იხსენებს, რომ იმ დროს ის არამხოლოდ ტენორის შემოქმედებით, არამედ თაყვანისმცემლებთან ურთიერთობაში დომინგოს თავდაბლობით მოიხიბლა. გვინდა მოგესალმოთ. სანდრას გავახსენებ, რომ როდესაც ნიუ-იორკში ვცხოვრობდით, ყოველ შაბათს დილის 5 საათზე ვიღვიძებდით. ჩვენ ცხოვრობდით ცენტრალური პარკის დასავლეთ მხარეს. გავდიოდით მთელ გზას მეტროპოლიტენამდე. ვეწერებოდით რიგში და უკვე დილის 9 საათზე სალარო იღებოდა და შეგვეძლო მთელი კვირის ბილეთების შეძენა ამ შესანიშნავ წარმოდგენაზე დასასწრებად, მათ შორის თქვენს პრემიერებზეც. ერთხელ თქვენთან ავტოგრაფის ასაღებადაც მოვედით. თქვენ ისეთი მომთმენი იყავით, რომ გსურდათ მოგეწერათ ხელი ყველა მსურველისთვის. მთელი საათიც კი დაგიხარჯავ თამაში. მე მინახავს სხვა ვარსკვლავებიც, რომლებიც ახლოსაც არ იკარებდნენ ხალხს და ზოგჯერ მათ უხეშად ექცეოდნენ. ასე რომ ჩვენ მივდიოდით ვიდექით რიგში, რადგან სხვა დროს ჩვენ როგორც წესი ფეხზე დასადგომი ადგილები გქონდა, რადგან მეტროპოლიტენის ბილეთები ერთი წლით ადრე იჯავშნებოდა და როდესაც გაქვს ასეთი ბილეთი, დასაჯდომ ადგილსაც შოულობ. ასე მივეჩვიეთ. სხვათა შორის სანდრას დედა ჩვენთან ერთად ოტელოს პრემიერაზე იმყოფებოდა. მას თქვენი უამრავი საოცარი ფოტო აქვს. მე მახსოვს, რომ აპლოდისმენტები ამ პრემიერებზე 15 წუთი გრძელდებოდა. ეს ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება იყო. დიახ, მართლაც ასე იყო. ვერ წარმოიდგენთ, როგორი აღფრთოვანებული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ, როდესაც პირველად ვიმღერე პაატასთან ერთად, მაშინ ვუთხარი, როდესაც მე პირველად ჩავალ შენს ქვეყანაში, იქ უნდა დამხვდეო. და ასევე, როდესაც ეთერიმ გაიმარჯვა ჩემს მეორე კონკურსში, იგივე ვუთხარი, როდესაც იქ ჩავალ, შენ უნდა იმღერო. ასევე ლადოს და ყველა მომღერალს, რომელთანაც ერთად მე მიმღერია, ყველას ვეუბნეოდი, რომ ისინი აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ სახლში, როდესაც მე იქ ჩავალ. და სულ რაღაც 2 დღის წინ ვიდრე ჩამოვიდოდი, მე გამახსენდა, რომ ქეთევანიც აქედან არის. ვინაიდან ისიც ჩამოვიდა. ასე რომ პრაქტიკულად ყველა ქართველი მომღერალი, ვისთანაც მე მიმუშავია, აქ იმყოფება და ამაზე უფრო დიდი ბედნიერება ჩემთვის წარმოუდგენელია. გაოცებული დავრჩი, როგორ მშვენდება ეს ქალაქი. ბათუმში სტუმრობისას ესპანელი ტენორის ყურადღება ეგრეთ წოდებული ალი და ნინოს ქანდაკებამ მიიქცია. ქანდაკების ავტორი პლაჩიდო დომინგოს პრეზიდენტმა თავად გააცნო. თამარ კვესიტაძემ საპატიო სტუმარს მინიატურულ სიყვარულის სიმბოლოს საჩუქრად შეპირდა. გილოცავთ, ის ნამდვილი არტისტია. ეს ის მოქანდაკეა? მე ვეკითხებოდი, შესაძლებელი იყო თუ არა თქვენთან შეხვედრა. თქვენ საოცარი ქანდაკება შექმნით, სიყვარულის მშვიდობის სიმბოლო, ქალი და მამაკაცი, რომელიც კაცობრიობას წარმოადგენს და ის გზა თუ როგორი თვალით ხედავთ თქვენ ამ ყველაფერს. ის ისეთი ლამაზია. დიახ, თავდაპირველად ის ძალიან მცირე ზომის იყო. ჩვენ შემდეგ მოვიფიქრეთ, რომ დიდი გაგვეკეთებინა. მოვძებნეთ კომპანია, რომელიც ტექნიკურად შეძლებდა ამის გაკეთებას. ეს მხოლოდ ტექნიკური მხარე იყო, მაგრამ მთავარი მოქანდაკემ შექმნა. ჩვენ გვექნება კიდევ ერთი დიდი ქანდაკება 6 თვეში და საქართველოში კიდევ ერთ ადგილას გეგმავთ ახალი დიდი ქანდაკების დადგმას. ასე რომ ნამდვილი გენიოსი გვყავს. მე მაქვს მცირე ზომის მოდელი და მინდა გამოგიგზავნოთ. მიხეილ სააკაშვილის და პლაჩიდო დომინგოს საუბარი ბათუმის ოპერაში გაგრძელდა. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფონზე პრეზიდენტმა ცნობილ ტენორს ოპერის თეატრის სამომავლო პროექტი გააცნო. პლაჩიდო დომინგომ ოპერის აკუსტიკაც შეამოწმა და იმის სურვილის გამო თქვა, რომ აქ პირველად სწორედ მას ემღერა. Okay. Bravo. Okay. That has been baptized. Bravo. Do you see the workers? That's a prayer. The seat is a prayer. That's amazing. You should. I mean, this way. Okay. I should come back here. Absolutely. პლაჩიდო დომინგოს დღევანდელი გასეირნება ბათუმში ქვეყნის პირველ პირთან ერთად პიაცას მოედანზე დასრულდა. იქ ისინი ქართულ ოპერის ვარსკვლავებს შეუერთდნენ.